კამელიას დაკავება ეს არ იყო. ნიკა პირდაპირ ჩასაფრებით მოიტაცეს, ეს უეჭველი ამბავია. მე აი მაყურებელმა გააკეთოს დასკვნა, მე თუ გაქვთ დრო, 1-5 წუთი ნაბიჯ მოგიყვებით რა მოხდა, იმიტომ რომ ბიჭები გამოვკითხე, ვინც ნიკასთან ერთად იყვნენ და ნაბიჯ გეტყვით როგორ და რანაირად მოხდა. ნუ ნიკა მიდიოდა გადაცემაში, ეს ვიცით როგორც არის, ჩვეულებრივად არაფერი, იმიტომ რომ ფორმალური საფუძველი ზუსტად რომ ვიცოდეთ ნიკას დაკავების დღეს არ არსებობდა, არავით არის ფორმალური საფუძველი, გირაოს ვადაც არ არის გასული. დღეს გადიოდა ღამე და ასევე გასული ანუ არ არის სასამართლო გადაწყვეტილება. სულ გირაოს ვადაც გასულიყო, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაკავება შეუძლებელია. ახლა მე გიყვებით რა ხდება. ნიკა მიდის გადაცემაში. კუსტმის ასახობოდიში, ლისისტმის ასახვევთან აჩერებს ერთი პატრულის მანქანა. ერთი პატრულის მანქანა. მეორე უკანა მანქანას, ასე ვთქვათ. და ეუბნება რომ შუშის დაბურვაზე უნდა დაგაჯარიმო. მეორე მანქანას ეუბნება, ნიკას მანქანა უკან ვინც იყო. ნიკას მანქანა დაბურული არ არის. მიუხედავად ამისა, მიდის წინა მანქანასთანაც, თორემ აქ მეუკანა მანქანიდან მძღოლი გადმოვიდა, მიდის წინა მანქანასთანაც, ჩააწევიებს ფანჯარას, ხედავს ნიკას და მერე გადასცემს რაციით, რომ სუბიექტი თუ რაღაცა ეხლა რო გეტყვით როგორც არის ობიექტი აქ არის ობიექტი თვითონ არიან და მალე იქნებიან მაგრამ მაინც უცებ მოდის 10-ზე მეტი მანქანა წარმოიდგინეთ რა ხდება უბრალოდ 10-ზე მეტი მანქანა ერთი სამარშრუტო ტაქსი ხალხი გამოდის ასევე ტყისპირიდან ტყისპირზე ხდება ეს ყველაფერი ახლა ლისისტმა მოგეხსენებათ იწყება დაკავების, ანუ ამ დაცვას რო არაფერი არ დაენახათ და ასე შემდეგ არ ჩარეულიყვნენ პირდაპირ აყუდებენ მანქანასთან ყველას ნიკას გარდა, ნიკა გადმოყავთ და შეყავთ მარშრუტკაში, ეხლა კარგად მინდა დააკვირდეთ. ყველა კამერა, რომელიც ორივე მანქანას ჰქონდა, მოგლიჯეს და წაიღეს თან. ხალხმა რომელმაც თვითონ უნდა გადაიყოს დაკავების ოპერაცია, რაც კი კადრები შეიქმნა მათ გარეშე, ის კადრებიც მოგლეჯილი და წაღებული აქვს, იმიტომ რომ კვალი არ იყოს. იყო 100-მდე ადამიანი, ყველა შავებში ჩაცმული, რეალურად ეს იყო კრიმპოლის ოპერაცია და თუ ვინმე მეტყვის, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რასაც ახლა მოვისმენთ, სავარაუდოდ, ჯერ იმასაც არ გვეუბნებიან, რომ აქ არის უბრალოდ ვიცით, ადამიანები შეესწრენ და ჩვენს გვაქვს ინფორმაცია. თუ ვინმე ამ ქვეყანაში ფიქრობს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რომელსაც თუნდაც მოგონილისთვის, ასე აკავებენ ადამიანებს და თან აკავებს კრიმინალური პოლიცია, მაშინ შეგვიძლია რომ ხმა არ ამოვიღოთ მთელმა კოალიციამ, რომლის ლიდერებს ნელ-ნელა აპატიმრებენ. ხო? რეალურად ნიკა დაიჭერეს წინსწრებად. უცბელად უნდა თქვა, რომ ესეთი რამე საერთოდ არც გამიგია, წინსწრებად დაჭერა ეს ახალი რაღაცაა. მე არ ვიცი ვის ეშინია. ამ კაცმა თქვა გასაგებად, რომ ჩემი ნუ გეშინიათ, მე არ ვაპირებ წინააღმდეგობის გაწევას, სადაც ვიქნები, იქ მოდით გამაკავეთ. ასე თქვა ამ კაცმა, მეტი რა უნდა ეკნა. გეკა, პირველი სპეცოპერაცია. ყოჩა, მე არ ვიცი ვინ არის გეკა, მაგრამ გელაძე საღოლ გელა, მაგარი დაწყება გაქვს, საღოლ.